მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ თავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი, ანუ ზღარბის არხი და ამით რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ შემოგვიერთდეს აქ ამ პლატფორმაზე. წინა გადაცემაში დავიწყე მოყოლად, როგორ წარადგენს შოთა რუსთაველი პერსონაჟებს ვეფხისტყაოსანში და პირველ რიგში გიამბეთ თვითონ ავტორი როგორ წარადგენს საკუთარ თავს, როგორც ავტორი და როგორც პერსონაჟი. დღეს გადავდივართ ხრობის მეორე ნაწილზე, შოთა რუსთაველი როგორც ავტორი როგორ წარადგენს პოემის პერსონაჟებს და აქ არსებობს ერთი კანონზომიერება. პოემის პირველ ნაწილში შოთა რუსთაველი თვითონ წარადგენს როგორც მთავარგმირებს, ასევე მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, ხოლო პოემის მეორე ნაწილში პერსონაჟები თვითონ წარადგენენ ერთმანეთს, არის მხოლოდ ორი პერსონაჟი, რომელსაც ავტორი წარადგენს და მათ შესახებ დღესვე გიამბობთ. დღევანდელი თხრობა მინდა რომ პოემის მთავარი გმირის ტარიელის წარდგენით დავიწყო. რა თქმა უნდა, ტარიელს თავდაპირველად ხვდებით პოემის სათაურში, ვეფხისტყაოსანი. და ეს სიტყვა ვეფხისტყაოსანი ნიშნავს ადამიანს, რომელსაც ვეფხის ტყავი მოსავს. ადრეც მithქვავს, რომ როდესაც მკითხველები კამათობენ, მსჯელობენ იმის შესახებ, თუ ვინ არის პოემის მთავარი გმირი, ტარიელი თუ ავთანდილი, ამ კამათს აბსოლუტურად აცლის საფუძველს პოემის სათაური, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ ვინ არის პოემის მთავარი გმირი და რა თქმა უნდა, ეს არის ვეფხისტყაოსანი მოყმე, ანუ ტარიელი. ლევან ბერძენიშვილი თავის წიგნში საუბრები ვეფხისტყაოსანზე სპეციალურ თავს უძღვნის პოემის სათაურს და ამბობს, რომ აღმოსავლური სამიჯნურო რომანების მსგავსადო ვეფხისტყაოსნის სათაურშიც ერთი გმირი კი არ არის წარდგენილი, ორი გმირი არისო, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ნიშნავს ტარიელი, რომელსაც ვეფხის ტყავი მოსავს, ხოლო ვეფხი არის ნესტანის სიმბოლო, ესე იგი სათაურში პირდაპირ წერია, რომ ეს ამბავი არის ტარიელზე, რომელსაც ნესტანი მოსავს. და ბატონი ლევანი წერს, რომ აი სათაურში ერთი სიტყვით არის გადმოცემული ორი ადამიანის ერთობა. ეს არის ძალიან საინტერესო ვერსია, დავიმახსოვროთ და გავაგრძელოთ ტარიელის წარდგენის ამბავი. პოემის პროლოგში ავტორი ორჯერ ახსენებს ტარიელს. მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფათცა უნდა ხსენება ამბობს და იქვე ამბობს, მოდავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობელი. თუმცა ის ფაქტი, რომ პოემის სათაურში ნახსენები ვეფხისტყაოსანი და პოემის პროლოგში ორჯერ ნახსენები ტარიელი ერთი და იგივე გმირია, ეს ჩვენ არ ვიცით და ამის გამხელა ხდება ორ ეტაპად. თავიდან პოემის ავტორი მკითხველს წარუდგენს ვეფხის ტყავით მოსილ უცხო მოყმეს, რომელიც ზის წყლის პირს გვერდით ყავს ძალიან ძვირფასა და აღკაზმული შავი ცხენი, ხელში უჭირავს მკლავზე მსხვილი მათრახი და ეს ულამაზესი ვაჟკაცი ზის ჩამომჯდარა წყლის პირას და ტირის. რა თქმა უნდა, მკითხველი მაშინვე ხვდება, რომ სათაურში მოხსენებული ვეფხისტყაოსანი და ეს უცხო მოყმე არის ერთი და იგივე პერსონაჟი, მაგრამ თვითონ სიტყვა ტარიელი, რომელიც უკვე ვიცით პროლოგიდან, პოემის ტექსტში გვხვდება პირველად იმ ეპიზოდში, როდესაც ავთანდილი უკვე გამოქვაბულთან არის, უკვე ხედავს, რომ გამოქვაბულში მარტო ქალია დარჩენილი და უნდა რომ უცხო მოყმის ამბავი მისგან გაიგოს, შევა გამოქვაბულში და ეს ქალი უცხო მამაკაცს რო დაინახავს, შეშინებული გარეთ გამოვარდება და ტარიელს ვისმე უზახდა მწეთ, თუცა არ ემწებოდა. ესე იგი, ტარიელს უხმობდა, ეძახდა ვიღაც ტარიელსო, მაგრამ ვერ ეხმარებოდა, იმიტომ რომ შორს იყო უკვე და აი აქ პირველად ვიგებთ, რომ პოემაში ჩნდება ეს სიტყვა ტარიელი, ეს სახელი. და შემდეგ ვიცით სიუჟეტი როგორც გრძელდება, ავთანდილის ტირილით გულაჩუყებული ეს ქალი თვითონვე უმხელს უცხო მოყმის ვინაობას მას და ეუბნება
ტარიელ არის სახელი იმა მოყმის სახელისა და აი მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოოდ ხდება ცხადი რომ სათაურში დასახელებული ვეფხისტყაოსანი პროლოგში ორჯერ დასახელებული ტარიელი და ეს გამოქვაბულში მცხოვრები გმირი ეს ყველა არის ერთი და იგივე პერსონაჟი და ეს ის მოყმეა რომლის სახელიც ქვია პოემას როგორც კი პროლოგი მთავრდება და ამბავი იწყება, შოთა რუსთაველი წარადგენს არაბეთის მეფეს როსტევანს და მის ქალიშვილს თინათინს. ამ ორი პერსონაჟის წარდგენა შეიძლება ყველაზე უკეთ გვახსოვს ვეფხისტყაოსნიდან, იმიტომ რომ ეს ისეთი სტროფებია, რომლებსაც ჩვენი ყური ნამდვილად გაჩვეულია, მაგრამ არ ვიცი მიგიქცევიათ თუ არა ყურადღება, რომ ამ ორი პერსონაჟის წარდგენა ხდება აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული მხატვრული ხერხით და აი ახლა ვნახოთ როგორ. როსტევანის წარდგენაში კონკრეტულად არის ჩამოთვლილი მისი ღირსებები და ფაქტობრივად არაბეთის მეფე არის ყველაზე ამაღლებულად წარდგენილი პერსონაჟი ვეფხისტყაოსანში და მისი თვისებები არის თავმოყრილი ერთ სტროფში. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კლა მოუბარი წყლიანი აი ხედავთ რომ ამ ერთ სტროფში იდეალური მეფის ხატი არის აღწერილი ეხლა თინათინის წარდგენას დავაკვირდეთ სხვაძე არ ესვა მეფესა მართოდენ მარტოდ ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეთთა წაუღის გული გონება დასული ბრძენი ხამს მისაც საქებრად და ენა ბევრად ასული თინათინის აღწერაში რაიმე კონკრეტული დეტალი საერთოდ არ გვხვდება გადმოცემულია მხოლოდ ის შთაბეჭდილება რასაც ის ახდენს მნახველებზე და ნათქვამია რომ ზესავით ანათებს სამყაროს რომ ის მჭვრეტელებს უტყვევებს გულს გონებას და სულს და რომ მხოლოდ ბრძენს შეუძლია მისი სათანადოდ შექება მაგრამ როსტევანის და თინათინის წარდგენა ამით არ მთავრდება ამბავი ასე გრძელდება რომ როსტევანი მოიხმობს თავის ვეზირებს და ეუბნება რომ მე უკვე დავბერდი და ჩემი ქალიშვილი უნდა გავამეფო მოკლედ ვამბობ ამას და აი აქ ვეზირების პასუხში აღწერილი არის მათი წარმოდგენა როსტევანზე და თინათინზე და ფაქტობრივად ამ ორი პერსონაჟის წარდგენა გრძელდება ვაზირების ხედვით და ძალიან საინტერესოა რას ამბობენ ისინი ამ ორ პერსონაჟზე ისეც რაც უკვე ნათქვამი არ აქვს ავტორს მაგრამ თხრობის ეს ნაწილი ეკუთვნის იმ ეპიზოდს როდესაც პერსონაჟები სხვა პერსონაჟებს წარადგენენ და ამიტომ ამის შესახებ შემდეგ გიამბობთ თუმცა ძალიან საინტერესოა ზოგადად ვეფხისტყაოსანში მეფეები როგორ არიან წარდგენილები 7 მეფეა სულ წარდგენილი მათ შორის 2 როსტევანი და თინათინი არის წარდგენილი ავტორის მიერ და დანარჩენ მეფეებს პერსონაჟები წარადგენენ მაგრამ გარკვეული კანონზომიერება აქ მაინც ჩანს და ამის შესახებ მაშინ გიამბობთ როდესაც გიამბობთ პერსონაჟების წარდგენის ობიექტურ და სუბიექტურ ფაქტორებზე შემდეგ როდესაც მთავრდება ასე ვთქვათ როსტევანის და თინათინის აღწერა ამას პირდაპირ მოყვება ავთანდილის აღწერა ეს არის არაბეთის სპასპეტი და ასეც არის ნათქვამი ავთანდილ იყო სპასპეტი ძე ამირ სპასალარისა ესე იგი დასახელებული არის მისი სახელი შემდეგ მისი სტატუსი და შემდეგ მისი წარმომავლობა და მხოლოდ ამის შემდეგ გრძელდება გარეგნობის აღწერა საროსამჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა ჯერ თუ წვერულისა და რო ბროლ მინა საცნობარისა აქაც როგორც ხედავთ ზოგადი აღწერა არის გარეგნობის და ასაკია მითითებული რომ ახალგაზრდა კაცზე ლაპარაკობს ხო და მე უკვე ამას პირდაპირ მოსდევს ავთანდილის გრძნობები თინათინის მიმართ შოთა რუსთაველი ავთანდილის წარდგენასაც აქ არ ამთავრებს ამბავი ესე გრძელდება რომ გამეფების შემდეგ დღეს ისევ ხინია სასახლეში ავთანდილი სუფრის თავთანზის და
თავსაზის პირმზე ავთანდილ მჭვრეთთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია. აქ უკვე აღწერილია მისი ლამაზესთან ერთად მისი ვაჟკაცობა, მისი სიმამაცე და ფიზიკური ძალა. ავთანდილის მხატვრული სახის შექმნა ვიცით რომ მთელი პოემის განმავლობაში გრძელდება, მაგრამ დღეს მინდა ავთანდილზე საუბარი ერთი დეტალით დავასრულო, რაც მნიშვნელოვანი მგონია. რუსთაველი წერს, რომ ავთანდილი არის თეთრტაიჭოსანი. ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ტარიელთან დაკავშირებით გვახსოვს, რომ შავი ცხენი სადავითა ყვალომსა და ვითა გმირსა. ესე იგი, სიცოცხლის დამამკვიდრებელი გმირი ავთანდილი არის თეთრტაიჭოსანი და სიცოცხლის უარმყოფი გმირი, გადევების გამოქვაბულში მცხოვრები, ვეფხის ტყავით შემოსილი გმირი არის შავ ცხენზე ამხედრებული, შავი ცხენის მხედარი. რა თქმა უნდა ეს კონცეპტუალურია. ადრეც მithქვამს, რამდენად საინტერესოდ არის წარდგენილი შერმადინი, ავთანდილის უერთგულესი მეგობარი და მისი შემცვლელი, სანამ ავთანდილი არაბეთში არ იმყოფება. თავიდან შერმადინს მეფე როსტევანი ახსენებს იმ ეპიზოდში, როდესაც სანადიროდ ემზადებიან და როსტევანი ამბობს, მე 12 მონა მომეხმარებო და შენ ერთი შენი შერმადინიც გეყოფა დამხმარედო. იქ ვიგებთ, რომ არსებობს ვინმე შერმადინი, ავთანდილის ახლობელი, მისი წარმომადგენელი ამ მხარეთა შერკინების დროს, მაგრამ ნადირობის ეპიზოდში შერმადინი არ ჩანს, არ არის. ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ვიცით რით იმთავრდება ეს ეპიზოდი, უცხო მოყმეს წააწყდებიან კონფლიქტური სიტუაცია და შერმადინის იქ ყოფნა საერთოდ არ არის საჭირო, იმიტომ რომ დროზე ადრე მისი გაწირვა, ასე ვთქვა, დრამატურგიულად არ იყო საჭირო. ამიტომ სინამდვილეში შერმადინი ნადირობის დროს არ ჩანს, მაგრამ შემდეგ, როდესაც თხრობაში შემოდის, ის შემოდის, ასე ვთქვათ, ძალიან თავისუფლად. ავთანდილმაო გაზრდილი მისი შერმადინი დაისვა სავაზიროდა. და ეს სახელი შერმადინი არის ამ კონტექსტში პირდაპირ უნახსენები. და მოულოდნელად თხრობაში ავტორი ერთვება და ამბობს, ესეა მონა შერმადინ ზემოთცა სახელდებული, თანაშეზრდილი ერთგული და მისთვის თავდადებული. ესე იგი, ადრე რომ ნახსენები იყო, ეს ის შერმადინი არისო და მეტი არაფერი არ აინტერესებს შერმადინთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ არის ავთანდილის უერთგულესი და მისთვის თავდადებული, მასთან შეზრდილი ადამიანი. შემდეგ 500 სტროფის განმავლობაში შერმადინი არსად აღარ ჩანს პოემაში და 500 სტროფის შემდეგ ისევ რომ შემოდის თხრობაში, უბრალოდ არის მისი სახელი ნათქვამი, მეტი არანაირი წარდგენა იქ აღარ ხდება, იმიტომ რომ ავტორი მიიჩნევს, რომ ის უკვე საკმარისად წარდგენილია და მკითხველს ახსოვს ვინ არის ეს პერსონაჟი. და აი ეს შერმადინის წარდგენა ძალიან კარგად გვიჩვენებს ჩვენ როგორი ერთიანი არის თხრობა ვეფხის ტყაოსანში და შემდგომი ამბები როგორ ითვალისწინებს იმას, რაც ადრე ხდებოდა თუნდაც 500 სტროფის წინ. რაც შეეხება იმ ორ პერსონაჟს, რომელიც პოემის მეორე ნახევარში შემოდის თხრობაში, მაგრამ მათ მაინც უშუალოდ შოთა რუსთაველი წარადგენს, მათგან ერთ-ერთი არის უსამი ბაღდადელ ვაჭართა ქარავნის უხუცესი, რომელიც არის ეპიზოდური პერსონაჟი, მაგრამ წარდგენილია როგორც ბრძენი კაცი, რომელსაც არაფერი არ ეშლება, არც სიტყვა, არც პასუხი, არც ქმედება, სულ სამჯერ არის ნახსენები და ყოველთვის ძალიან დადებით კონტექსტში. თითქოს ავტორი გვეუბნება, რომ აი ესეთი უშეცდომო ვაჭარიც შეიძლება არსებობდეს დედამიწაზე. ახლა გიამბობთ მეორე პერსონაჟზე, რომელსაც ავტორი წარადგენს, ეს გახლავთ გულანშაროს პირველი ქალბატონი, ასე ვთქვათ, გულანშაროს ვაჭართუხუცესის მეუღლე ფატმანი და ფატმანი არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიოდ აღწერილი პერსონაჟი ვეფხის ტყაოსანში. სულ ერთ სტროფს წაიკითხავ ამ ადამიანის შესახებ და უკვე მას არა მხოლოდ ფიზიკურად ხედავ, არამედ მისი ცხოვრების წესის შესახებაც ძირითადი მომენტები იცი, ასე ვთქვათ. აი რას წერს შოთა რუსთაველი. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრამ ზმელი.
ნაგვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი, დიაედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი. ესე იგი რაო, ეს არისო მიმზიდველი გარეგნობის, არც თუ ახალგაზრდა, მაგრამ ხალისიანი, კარგად მოყვანილი ტანი, ჩავგრემანი, პირმსუქანი, მსუბქანი პირის სახის, მუსიკოსების და მომღერლების მოყვარული, ღვინის მსმელი და ძალიან ძვირფასა და ლამაზად ჩაცმული ქალი. აი ასეთი არის ფატმანი. სწორედ ფატმანია ვეფხისტყაოსნის პერსონაჟ ქალებს შორის ერთადერთი, რომლის გარეგნობა არის პირდაპირ აღწერილი. და ეს ნიშნავს იმას, რომ მისი სილამაზე არის ასე ვთქვათ, ამქვეყნიური მიწიერი სილამაზე, რომელიც მშვენივრად ექვემდებარება აღწერას და ამას რუსთაველი კიდეც აკეთებს, განსხვავებით სხვა გმირებისგან. დღეს არაფერი მithქვამს ნესტანზე, იმიტომ რომ ნესტანი მრავალი სახით არის წარდგენილი, მაგრამ მას ყოველ ჯერზე პერსონაჟები წარადგენენ, ამიტომ მის შესახებ მაშინ გიამბობთ, როდესაც გიამბობთ თუ პერსონაჟები როგორ წარადგენენ სხვა პერსონაჟებს, უბრალოდ ვიტყვი, რომ ჩვენ მერე ვნახავთ, რამდენად შეუძლებელია ნესტანის სილამაზის აღწერა და ამიტომ მისი სილამაზე ყოველთვის აღიწერება მხატვრული ხერხებით, ძირითადად მეტაფორებით და ზოგჯერ შედარებებით და ჩვენ ვნახავთ, რომ ნესტანის სილამაზის აღწერის დროს მხატვრული სიტყვის შედევრებს ხვდებით ვეფხისტყაოსანში და თინათინთან შედარებითაც კი რამდენად აღმატებული არის მისი აღწერა სხვადასხვა პერსონაჟის მიერ მოყოლილი. შემდეგი გადაცემიდან დავიწყებ უკვე იმ ეპიზოდების განხილვა, სადაც პერსონაჟები თვითონ წარადგენენ ერთმანეთს, სხვა პერსონაჟებს და დღეს მხოლოდ ვიტყვი ანონსად, რომ აქ იქსოვება დიდი ბადე, დრამატურგიული ბადე, მაგრამ ეს წარდგენების სისტემა ისე აგებული, რომ არსად ეს ქსოვილი დარღვეული არ არის. აი ოდნავადაც კი აბსოლუტურად შეკრული ქსოვილია და ამის შესახებ თხრობას შემდეგ ხუთშაბათს დავიწყებ. ახლა გემშვიდობებით, გადაცემის ბოლოს ტრადიციულად გთხოვთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი ანუს ღარბის არხი და ასევე ტრადიციულად ჩემი გულწრფელი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ხართ და ვინც ჩვენთან ერთად ხართ.